საგადასახადო და ლიცენზირების ახალი რეჟიმი აზარტული თამაშების სექტორში პარლამენტმა გასული თვის ბოლოს დაჩქარებული წესით დაამტკიცა ცვლილებები, რომლის თანახმადაც ყალიბდება ახალი ტიპის ლიცენზიები უცხოური კომპანიებისთვის, რომლებიც სისტემურ ელექტრონული ფორმით აზარტულ თამაშებს მოაწყობენ, თუმცა ქვეყანაში რეგისტრირებულ მომხმარებლებს ვერ მოიმსახურებიან. როგორც ინიციატორები განმარტავენ, ცვლილებების მიზანია როგორც საერთაშორისო ოპერატორების მოზიდვა, ისე საქართველოს მოქალაქეების დაცვა აზარტული თამაშებისგან. ამ რეგულაციების მიღმა გაცილებით მასშტაბურია პრობლემა დაახლოებით გათვლებით ქვეყანაში აზარტულ თამაშებზე 300,000-მდე ადამიანია დამოკიდებული და ეკონომიკური თვალსაზრისით ეს არის სამუშაო ძალისა და ინტელექტუალური რესურსის დანაკარგი. თამაშდამოკიდებული ადამიანები არათუ ვერ მონაწილეობენ ეკონომიკური დოვლათის შექმნის პროცესში, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებს, ჯანდაცვისა და სოციალურ სისტემას, ასევე საკუთარ ოჯახებს დამატებით ტვირთად აწვევიან. როგორ მუშაობს და არის თუ არა საკმარისი მკაცრი რეგულაციები, რაც აჩვენებს საერთაშორისო პრაქტიკა და როგორ უნდა ვებრძოლოთ ლუდომანიას, ჩვენი სტუმარია აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ბესელია. მოგესალმებით ბატონო გუგა, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. პირველ რიგში მინდა ვისაუბროთ, ჩვენ დავასახელეთ დაახლოებითი ციფრი 300,000. რამდენად შეესაბამება რეალობას ეს მაჩვენებელი და ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს რამდენად საგანგაშო მაჩვენებელი? გონივრული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ეს ესეა, თუმცა დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულება ამასთან დაკავშირებით არ არსებობს. ეს არის უბრალოდ გონივრული მიგნება ამასთან დაკავშირებით. თუნდაც ის, რომ ფინანსური ბრუნვა 2024 წელს ჯერ 25 არ გამოქვეყნებულა, დაახლოებით შემოდგომისკენ ველოდებით ამ მონაცემის გამოქვეყნებას, ეს ფინანსური ბრუნვას ცხადყოფს, რომ პრობლემა საკმაოდ დიდია, იმიტომ რომ 76.1 მილიარდი ლარის ოდენობით, როცა არსებობს სათამაშო ბიზნესის მიმართულებით ბრუნვა იმ ქვეყანაში, სადაც 3.7 მილიონი ადამიანი არის მოსახლე, გონივრულად აჩენს, რომ 300,000 ეს არის, ასე ვთქვათ, ის პროგრამა მინიმუმი, რომელიც შეიძლება ამ მიმართულებით არსებობდეს. კი ბატონო, დაახლოებით 10-12%. როგორ შეიძლება შეფასდეს ლუდომანიით გამოწვეული ეკონომიკური ზიანი, აი რომ დავიდეთ არა თუ ვთქვათ სახელმწიფოს დონემდე, არამედ კონკრეტული ოჯახებიდან რომ გამოვიდეთ. თამაშდამოკიდებულება ცხადია, რომ ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ ვინაიდან ვლაპარაკობთ 10 და 12%-ზე, რაც საგანგაშოდ მაღალი მაჩვენებელია ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ესე მსოფლიო ჭრილში სიტყვაზე არ არსებობს რამე კონკრეტული რიცხვი, რომელიც ნორმად ითვლება, აი ესეთი რაღაცა ნატურალური რიცხვი არ არსებობს ამ მიმართულებით, თუმცა გაანგარიშებულია, რომ 1.5-დან 2.5%-მდე როცა შეადგენს ქვეყნის მოსახლეობის რიცხვი თამაშდამოკიდებულთა მიმართულებით, ეს ითვლება მეტნაკლებად ნორმად, ეს არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინის მიხედვით შექმნილი, ასე ვთქვათ, ნორმა. ამ რიცხვს დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ჩვენი მდგომარეობა ამ მიმართულებით, რაც ცხადია, რომ სოციალურ პრობლემად კონვერტირდება. იქიდან გამომდინარე, რომ თამაშდამოკიდებულება ძალიან მკაფიოდ დამოკიდებული არის ფინანსურ მდგომარეობაზე, ეს ქმნის უამრავ სოციალური ტიპის პრობლემებს, როგორც არის სიღარიბე, როგორც არის ქონების დანაკარგი ოჯახებში, როგორ აღარ ვლაპარაკობ ფსიქიკურ პრობლემებზე, რომელიც თავიდან ბოლომდე თამაშდამოკიდებულება აღიარებულია როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა, მინიჭებული აქვს დაავადებათა კოდი F063, რაც ავტომატურად გულისხმობს, რომ ფინანსური წნეხის და ზიანისა ადამიანები იღებენ ასევე ფსიქიკურ ზიანსაც, ინგრევა ურთიერთობები, აღარ არის შემოქმედებითი სურვილი ადამიანებში, რომ რამე შექმნას და შესაბამისად ეს ყველა მიმართულებით უტევს, ასე ვთქვათ, ადამიანს და ცხადია, რომ მათ შორის ის ფინანსური მდგომარეობების, რომელიც იქმნება ამ მიმართულებით, ლოგიკური შედეგია ამ ყველაფერს. კი ბატონო, და რეალურად, როდესაც მსგავსი მასშტაბის პრობლემასთან გვაქვს საქმე, ყოველთვის ისმევა კითხვები გამოსავლებთან მიმართებაში. ჩვენ გვახსოვს 2022 წლიდან მთელი რიგი აქტიური ნაბიჯები, რეგულაციები, თუნდაც თვითშეზღუდვის ნაწილში, ასევე ოჯახის წევრს შეუძლია ლუდომანს შეუზღუდოს წვდომა აზარტულ თამაშებზე, გარდა ამისა რეკლამის ნაწილი და ასე შემდეგ. მინდა გკითხოთ, სანამ ბოლო ცვლილებების
შეფასებას გთხოვთ, რომელიც უცხოელებზე არის მეტად ორიენტირებული. რა შედეგი გამოიღო არსებულმა ცვლილებებმა და ხარვეზები, აი იდენტიფიცირებული ხარვეზები თქვენის მხრიდან რა ნაწილში იკვეთება? ნახეთ, თუ კი ვლაპარაკობთ რა შედეგები გამოიღო, ფაქტია, რომ ბრუნვა წლიდან წლამდე იზრდება. სამწუხარო რეალობა ისაა, რომ მე მაგალითად დაახლოებით 2 კვირა ვცდილობ გავერკვიო, რამდენი თამაშდამოკიდებული ადამიანი, რამდენი აქტიური მოთამაშე ყავს საქართველოს და ამ მიმართულებით, რავი, ფინანსთა სამინისტროთი დაწყებული სტატისტიკის სამსახურით დამთავრებული ყველა შევაწუხე, მაგრამ ჯერჯერობით ამ ინფორმაციის მოძიების პრობლემა არის. სინამდვილეში ეს ადამიანები არიან გადასახადების გადამხდელები, ვინაიდან გატანის საკომისიო ეგრეთ წოდებული, როცა ვთამაშობთ, ხო? შეადგენს 5%, შესაბამისად ამის იდენტიფიცირება არც ისე რთულია, უბრალოდ პროგრამაში ფილტრის დამატებაა საჭირო. თუ კი ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დაუშვათ ერთის მხრივ რაღაც რეგულაციები შემოგვაქვს, მეორეს მხრივ გაუგებარია ჩემთვის, თუ კი რეგულირებას ვახდენთ, იმიტომ რომ გარემო შევცვალოთ, რატომ არ ხდება მსგავსი ტიპის სტატისტიკების მოძიება. ანუ შეიძლება ითქვას, რომ ახსრულების ნაწილში არის პრობლემა. ცხადია. მე მეორესაც ვიტყვი, მე ყოველწლიურად ვესწრები კონფერენციებს, ხბოლოს ჰელსინკში ვიყავი, ფინეთში, მანამდე ლონდონში, ბრიტანეთში. შესაბამისად ვაკვირდები საერთაშორისო პრაქტიკასაც ამ მიმართულების და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო გამორჩეულად შეზღუდული არის სათამაშო ბიზნესის მიმართულებით. მიმართებად სხვა ქვეყნებთან მიმართებით. მაგრამ თამაშდამოკიდებულების პრობლემა დღეს საქართველოში გაცილებით უფრო მაღალ საფეხურზეა, ვიდრე იმ ქვეყნებში, სადაც სათამაშო ბიზნესი ასე არ არის შეზღუდული. შეზღუდვები ერთადერთ გამოსაულად არ გესახება? არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეზღუდვებთან ერთად აუცილებელი არის ახსრულების ნაწილი, რომელშიც გარკვეული ხარვეზები არსებობს და ასევე ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ამ საკითხში ეს არის ცნობიერების ამაღლება საქართველოში და საზოგადოებაში ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ის ცნობიერების პრობლემები, რომელიც საქართველოში ამ მიმართულებით არსებობს, ამის შესახებ ჩვენმა ორგანიზაციამ გაეროს ბავშვთა ფონდთან ერთად 2022-23 წლებში კვლევა ჩავატარეთ და აღმოჩნდა ესეთი უამრავი, ცოტა არ იყოს სევდანარევი ისტორიები, როდესაც მშობლები თავად აძლევენ ფულს შვილებს იმისთვის, რომ ითამაშონ, იმიტომ რომ თვლიან, რომ დაუშვათ თანატოლებთან გარეთ ყოფნას ურჩევნია სახლში იჯდეს და პოკერი ითამაშოს. მაგალითად, მისმა არასრულწლოვანმა შვილმა. დიახ, და გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე პრობლემას ვერ ხედავ. იყო არაერთი кейსი, როდესაც თვითონ მშობლები არიან თამაშდამოკიდებულები და საკუთარ არასრულწლოვან შვილს ატრიალებინებენ ეგრეთ წოდებულ სლოტებს. თვლიან რა, რომ თავიანთ შვილს ექნება იღბლიანი ხელი, ანუ ასეთი დონის ცნობიერებაზე ვსაუბრობ, რაზეც აუცილებელი არის მუშაობა და ამ მიმართულებით ცნობიერების ნაწილში რაღაც დადებითი ცვლები არ არის? ვერ იქნება თუ ამაზე არავინ არ იმუშავა. და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ არც არავინ მუშაობს. ჩვენს ორგანიზაციას არ აქვს იმხელა ფინანსური რესურსი, რომ დაუშვათ ეს ყველაფერი დამოუკიდებლად გააკეთოს. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს რაღაც გარკვეული სახელმწიფო მიმართულება, სტრატეგია, პოლიტიკა, ეგრეთ წოდებული, რომ დაუშვათ ეს მიმართულებები ამ პოლიტიკის ნაწილი იყოს და ხდებოდეს ცნობიერების ამაღლება არა მარტო სკოლის და მით უმეტეს, როდესაც დაავადებად არის აღიარებული, კოდი აქვს მინიჭებული, ალბათ ბერკეტები ამ მიმართულებით არსებობს. თქვენ ფინეთის მაგალითი ახსენეთ, სადაც ძალიან მინიმალურია შეზღუდვები, მაგრამ თამაშდამოკიდებული ადამიანების მაჩვენებელი ძალიან მცირეა. აქ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, ანუ რა მოდელია? ცხადია, რომ ცნობიერებასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ სამოქალაქო განათლება იქ მაღალ ხარისხშია, განსხვავებით საქართველოში და შესაბამისად ის ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ჩატარებულმა სამუშაომ გამოიღო შედეგი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ფინეთში სათამაშო ბიზნესი არ არის ესე მკვეთრად შეზღუდული, როგორც საქართველოშია, იქ ასაკობრივ ზღვარს გულისხმობ, რეკლამას გულისხმობ და ასე შემდეგ, მიუხედავად ამისა, ჰელსინკში
და ფინეთში ზოგადად ეს პრობლემა ასეთი მწვავე არ არის. ბატონო გუგა, მოწყვლად ჯგუფად რა საკობრივი ჯგუფი შეიძლება განვიხილოთ? მოზარდები ძირითადად, მაგრამ სამწუხაროდ მთლიანად საქართველოს არის მოწყვლადი დღეს ამ მიმართულებით, იმიტომ რომ ხო მშობელზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, რომელიც თავის შვილს აძლევს შესაძლებლობას, რომ ითამაშოს და ეს ყველაფერი ნორმაგონია. აქედან გამომდინარე ცნობიერების პრობლემა არის დღეს უმთავრესი ამ მიმართულებით და ჩვენ რაც უნდა ვზრუნდოთ სათამაშო ბიზნესი, ხო? სათამაშო ბიზნესის დამცველად ნაკლებად გამოვდგები ახლა ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, უბრალოდ სხვა მიმართულებით არის ახლა სამუშაოები გასატარებელი და ეს მიმართულება არის ცნობიერების ამაღლება. კი ბატონო, და სწორედ ამ ნაწილში მინდა გკითხოთ, როგორც ახსენეთ თქვენ, სახელმწიფო ცენტრები ამ მიმართულებით ნაკლებად ხელმისაწვდომია, მაგრამ არსებობს კერძო ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრები, დიახ, რომელიც დამატებითი ფინანსური წნეხია რეალურად უკვე საკმაოდ რთული ფინანსური მდგომარეობის მქონე ჯგუფისთვის. რამდენად არის მომართვიანობა და სურვილი ჭარბობს მომართვიანობა? ხადია, რომ სურვილი უფრო დიდია ვიდრე ამის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ახლა გამოჯამრთელების პროცესი და რეაბილიტაციის პროცესი არის ერთის მხრივ ხანგრძლივი, 7-8 თვეს მინიმუმ მოიცავს და შესაბამისად ეს ამავდროულად ფინანსებთან არის დაკავშირებული და იმ ადამიანებზე ვსაუბრობთ, ვინც თამაშობს და შესაბამისად ფინანსური რესურსი ამის მაინც და მაინც ფინანსური რესურსი მისი ძლიერი მხარე არ არის. ნაკლებად მათი ოჯახებისთვისაც კი ბატონო. რეალურად ამ საკითხზე როდესაც ვსაუბრობთ, მხოლოდ ხარვეზები და პრობლემებია ამ ეტაპზე წინ წამოწეული. აი ელემენტარულად ცხელი ხაზი არ გვაქვს. ანუ აი დავუშვათ ადამიანს რომ შეექმნას პრობლემა, რა ქნას, ვის მიმართოს, ამის შესახებ ცხელი ხაზი არ არსებობს. არ არსებობს ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო პროცესი. არ არსებობს ცნობიერების ამაღლება. და თუ კი ჩვენ მხოლოდ საკანონმდებლო დონეზე რაღაც შეზღუდვებს დავაწესებთ, ეს ვერ იქნება საკმარისი. და ძალიან მოკლედ მინდა გთხოვოთ, გითხრათ მთავარი პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ დაიძრას ეს პროცესი. პირველი და აუცილებელი ნაბიჯი ეს არის მარეგულირებელი ორგანოს ჩამოყალიბება, რომელიც სრულად აიღებს პასუხისმგებლობას თამაშდამოკიდებულების პრობლემის მოგვარებაზე. ეს უნდა იყოს ცხადია კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული ორგანო, რომელიც ჩამოაყალიბებს ერთიან პოლიტიკას, რა არის გასაკეთებელი ამ მიმართულებით, ეს იქნება ცნობიერების ამაღლება, ხელმისაწვდომი სარეაბილიტაციო პროცესი, ცხელი ხაზი და ასე შემდეგ და მოახდენს მუდმივად ინიცირებას იმ საკანონმდებლო ცვლილებების, რომელიც აუცილებელი არის ამ გზაზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, დაგემშვიდობებით, წარმატებას გისურვებთ. გუგა ბესელია, აზარტული თამაშების კვლევისა და ლუდომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი იყო ჩვენი სტუმარი, ვსაუბრობდით აზარტულ თამაშებზე, თამაშდამოკიდებულებაზე და ლუდომანიის ეკონომიკურ ფასზე, რომელიც ძალიან დიდია.